ყველაფერი საშინელება შემოგაქვთ საზღვარგარეთიდან ვამბობენ, ასე არ არის. ერქვაც ვიბრატორი. აი, ხა ვფიქრობ მოყვე თუ არ მოყვე. მოყვე აუცილებლად. რეზომაში პოზიციოდან ვიცნობ. მე ვიყავი ბავშვი 13-14 წლის და როგორღაც მოხდა გორში ჩვენს ოჯახში და იქ იყო რაღაცა ის იყო ვახშამი იყო და მამასთან ბევრი სტუმრები იყო და მამას მეგობარი იყო და ჩვენთან იყო და დამამახსოვრა კაცმა თავისი უცნაურობები თორემ მე პრინციპში არც მერიდება თვითონ თუ არ ერიდება რა სისულელებსაც ამოსმის მოყვება 13 წლის ვიყავი მოკლედ და მამაჩემ ერი ტიპიური ქართველი კაცი და ორი ჭიქარო დალია იქ ქართველმა მამებმა რო იცით აი ჩემი შვილე ასე უკრავს რომ შვილო მოდი დაუკარი თუ რაღაცებს ხოდენ ახერას დაუკრავდი სიმღერა არ მიყვარდა თავიდანვე ნუ ეხაც დიდად არ ვგიშტები და რაღაც რეგ-თაიმი დაუკარი რა დამკაც ძალიან გაუკვირდა და შეშურდა და იგივე რეგ-თაიმი დაუკრა უფრო ხმამაღლა გავაცებული ვუყურებდი მე რაღაც დაუკარი და ამას მეც უკრავა და უფრო ხმამაღლა დაუკრა ვიდრე მე დაუკარი და მახსოვს რომ ჭამა ძალიან ბევრი და რაც ვერ ჭამა პარკებში ჩაალაგა და წაიღო მე აი ხა ზუსტად ერთი კვირის უკან გადავიღე ლესბო კლიპი ლესბო კლიპი ანუ სიმღერაზე სიმღერა არის კი და გადავიღე ძალიან ლამაზ გამოვიდა სხვათა შორის არ გასულა ეთერში მე მგონი არის მე და შორენა